გთხოვთ ქალბატონო ლია, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. საღამომშვიდობის პლატფორმა თქვენ ხელშია, სცენა თქვენ ხელშია და გისმენთ ყურადღებით. წარმატებას გისურვებთ. მადლობა. დიდი მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო, პარტნიორებო. დღეს მე წარმოვადგენ პრეზენტაციას ჩვენი უნიკალური კომპანიის, რომელიც მთლიანად ცვლის მთელ მსოფლიოში ჯანმრთელობისა და ფინანსური შესაძლებლობების წესებს. გაგაცნობთ ჩემ თავს, მე ვარ ლია ბურჭულაძე, ბოლნისიდან პროფესიით პედაგოგი და ამავე დროს კომპანია ლივგუდის წარმომადგენელი. ჩვენი კომპანია ლივგუდი დაარსებული არის 2022 წელს, დაარსეს ბენ გლინსკიმ და ნოდერ ხაზანმა და მათ გვერდით არიან ისეთი ადამიანები, პროფესიონალები, პროფესორები თავის საქმეში, ცოლ-ქმარი ლიზა და რაიან გუდკინები, რომლებიც ქმნიან ძირითადად ჩვენს პროდუქციას, იმ პროდუქციას, რომელიც გვაქვს დღეს ჯერჯერობით ჩვენს პლატფორმაზე. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის უბრალოდ კომპანია, არამედ ეს არის მთლიანად მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს უკეთესი ცხოვრებისაკენ. კომპანია ლივგუდი ეს არის ველნეს კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესების პოპულარიზაციას. ვინაიდან ჯანმრთელობა ეს არ არის ფუფუნება, ეს არის ადამიანის საყოველთაო უფლება იყოს ჯანმრთელი. მინდა გითხრათ, რომ ეს კომპანია აბსოლუტურად განსხვავდება ქსელური კომპანიებისაგან. ვინაიდან ნახეთ, თვითონ ნოდერ ხაზანი და ბენ გლინსკი წამოსულები არიან აი ამ ქსელური კომპანიებიდან. მათ თავის დროზე ჰქონდათ შექმნილი აი ეს ქსელური კომპანიები, საკმაოდ კარგ პროდუქციას აწარმოებდნენ, გარკვეული წლების წინ მქონდა შეხება მათ პროდუქტებთან. მაგრამ ქსელურ კომპანიებში ვიცით ჩვენ უმეტესობამ, ვინც აქ ვიმყოფებით, ძირითადად წამოსულები ვართ აი ამ ქსელური კომპანიებიდან და ვიცით რა სახის სამუშაოები, კოლოსალური სამუშაოები, ძალისხმევა გჭირდებოდა რაღაც გარკვეული სამუშაოების და რაღაც გარკვეულ ანაზღაურებაზე რომ გავსულიყავით, ხომ? იქ იყო ყოველთვიური ქულების დაგროვება თუ ნახეთ, გარკვეული თანხის პროდუქცია უნდა გამოგვეწერა აუცილებლად ყოველ თვეში რაღაცა რანგებისთვის, რომ მიგვეღწია და ასე შემდეგ. და რა ძირითადად ვინც სათავეში იყო, ძირითადად ისინი გადიოდნენ კარგ შედეგებზე, ფინანსური თვალსაზრისით ვიძახი მე ამას და ქვემოთ მომუშავე ადამიანები ისეთ კარგ შედეგებზე ფინანსურად ვერ გადიოდნენ. ამიტომ მათ შეიძლება ითქვას, საერთოდ თავდაპირველად დააყენეს აი ეს ქსელურის რაღაცა პატარა ელემენტი შემოიტანეს ჩვენთან, მაგრამ განსხვავება რა არის? ეს არის აი ესეთი პლატფორმა, რომელიც დაახლოებით გავს აი როგორც ამაზონის პლატფორმა არის, როგორც კოსტკო აი ესეთი ტიპის პლატფორმა არის. და განსხვავება რა არის, რომ აქ არ გვევალება პროდუქციის შეძენა, გაყიდვები, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. შევიძენთ თუ არ შევიძენთ პროდუქციას. ერთადერთი ვალდებულება რაც არის ჩვენს კომპანიაში, ეს არის საწევროს, ყოველთვიური საწევროს გადახდა. და აი ეტაპობრივად მივალ ამასთანაც. ანუ ჩვენს კომპანიაში დარეგისტრირება ხდება ერთჯერადად $50 გადახდით, აქედან $40 არის დარეგისტრირების, ხოლო $10 არის საწევროს გადასახადი. და აი ყოველთვიურად ვიხდით ამ $10 საწევროს გადასახადს და რას გვაძლევს ეს? ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი პროდუქცია
შევიძინოთ 75%-იანი ფასდაკლებით, ანუ საბითუმლო ფასში, განსხვავებით კლიენტის ფასისგან. რა არის დღეს წარმოდგენილი ჩვენს პლატფორმაზე? ძირითადად წარმოდგენილი არის ბიოდანამატები და მე ძალიან მიყვარს ეს ბიოდანამატები, ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რითაც შემოვედი, მაგრამ შემდეგ აი იმდენი ახალი რაღაცები აღმოაჩინე აქ, რომ უკვე ძნელი არ ელაპარაკო ამ კომპანიაზე და არ გასცე ინფორმაცია. ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტები, რომლებიც არის სერტიფიცირებული, რა თქმა უნდა, სერტიფიცირებული პროდუქტები არის და რაც მთავარია, ფასი ხელმისაწვდომი არის ყველა ადამიანისათვის. ყველა ადამიანისათვის არის ხელმისაწვდომი ჩვენი პროდუქცია. წარმოდგენილი არის როგორც ვიტამინები, D ვიტამინი, მაგნიუმი, ფაქტორ 4, რომელიც არის ანთების საწინააღმდეგო და არის ძალიან უებარი, რასაც იტყვიან, გამოცდილი მაქვს ჩემ თავზე, ვინაიდან გაზაფხულზე მაწუხებდა სახსრების ანთება და აი ეს მთელი კომპლექსი მიღებული მაქვს. მიღებული მაქვს სუპერ მწვანე, რომელიც კუჭ-ნაწლავზე არის უებარი, სუპერ წითელი გულსისხლთა სისტემისათვის არის ძალიან კარგი და მიღებული მაქვს ასევე CBD ზეთი, ანუ ყანაფის ზეთი, რომელსაც ძალიან დიდი შედეგები აქვს ზოგადად ჩვენ პარტნიორებთანაც და უშუალოდ ჩემთანაც და ამას ცოტა მოგვიანებით წარმოგიდგენთ. ჩვენთან ანუ როგორ ვიღებთ ახლა ამ პროდუქტებს, მინდა გითხრათ, ჩვენ აქ არა ვართ ექიმები, ხო? ყველა ხომ არა ვართ ექიმები, მე მაგალითად პროფესიით პედაგოგი ვარ, ხო? მაგრამ ჩვენთან ოთახში ჩაშენებული არის კლინიკა, ანუ სადაც შეგვიძლია კითხვის სახით წარმოდგენილი არის და გავიაროთ და დიაგნოსტირება მოვახდინოთ ჩვენ თავის და აგრეთვე ჩვენ უშუალოდ შეგვიძლია მივმართოთ პროფესორებს ლიზა და რაიან გუტკინებს კითხვით, ანუ გაუგზავნოთ დიაგნოზი და ვკითხოთ რა შეიძლება მივიღოთ ამა თუ იმ შემთხვევაში და ისინი მოგცემენ რჩევას და სწორედ აი მათ მიერ მოცემული რჩევის შედეგად რასაც ქვია ამოვისუნთქე აი ამ სახსრების ანთებითი პროცესებისგან. გარდა ამისა, უახლესი რაც არის ჩვენს კომპანიაში ის რომ TikTok-ის პლატფორმას შევუერთდით და ანუ გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა ფინანსური თვალსაზრისითაც და აგრეთვე იმით რომ მეტად გავცეთ ინფორმაცია არა მხოლოდ Facebook-ის საშუალებით და ოფლაინ რეჟიმში, არამედ TikTok-ის მეშვეობითაც და რა თქმა უნდა შემოსავალიც უფრო მეტი იქნება და გაიზრდება და კიდევ ერთი სიახლე არის ის რომ ჩაგვერთა კოოპერატივი. ანუ რას ნიშნავს ეს კოოპერატივი? ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ვიყიდოთ კლიენტები. და რა თქმა უნდა ეს შესაძლებლობა მეც გამოვიყენე და შევიძინე კლიენტი. თუმცა ნახეთ კლიენტის შეძენა არ ნიშნავს იმას რომ ეს კლიენტი აუცილებლად ყოველთვეში გამოიწერს ან აუცილებლად პარტნიორი გახდება ჩვენი ეს მასზე არის დამოკიდებული ხო? მაგრამ ყოველთვეში კომპანია ხელს გვიწყობს იმაში რომ შევიძინოთ
ეს klienti და გარდა ამისა გარკვეულ ინფორმაციას, გარკვეული სახის ინფორმაციას აწვდის აი ამ klientებს კომპანიის და კომპანიის შესახებ. Klientis შესყიდვა ხდება დღესდღეობით $35, მაგრამ როგორც ჩვენი ზემდგომები მოგვაწვდიან ინფორმაციას, ეს ფასი შეიძლება დაკორექტირდება და მინიმალურ ფასედაც კი ჩამოვა. მცირე რაოდენობით მცირე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ ბიზნესთან დაკავშირებით. ანუ ჩვენთან არის სხვადასხვა სახის შემოსავალი ბონუსების სახით. პირველი ეს არის სწრაფი შემოსავალი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოვიწვევთ რა პარტნიორს, კომპანია გვირიცხავს 50%, ანუ $25, ეს არის სწრაფი შემოსავალი. შემდეგ ჩვენთან არის რანგები და ანუ ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო და რანგების დამიხედვით გვერიცხება თანხები, ხდება ლეველების შევსება, ანუ ლეველები არის ჩვენს ქვემოთ არსებული ცარიელი უჯრები, სადაც ჩდებიან ჩვენს მიერ მოწვეული და ჩვენი ზემდგომებისგან მოწვეული ადამიანების. მე მინდა გითხრათ, რომ აქ მოსული ადამიანი არ რჩება მარტო თავის თავთან. ანუ აქ არის გუნდური მუშაობა. ყველა ვდგებათ ერთმანეთის გვერდით. მაქსიმალურად გვეხმარებიან ჩვენი სპონსორები, ჩვენი ზემდგომი ადამიანები. მაქსიმალურად გვეხმარება ქალბატონი ნანა ლომიძე, რომელმაც შემოიტანა ეს კომპანია ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში და მინდა ძალიან დიდი მადლობა მოუხადო მას ამისთვის ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეც და ასევე გვიტარდება ტრენინგები, ჩართვები, გვაქვს ინფორმაცია ყველა პროდუქტზე, კონკრეტულად მოცემული ინფორმაცია ეს უკვე ჩვენთან, ჩვენს ოთახებში და თითოეულ პროდუქციაზე შეგვიძლია მივიღოთ აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია თუ რა სახის პროდუქცია არის, რას წარმოადგენს, რისთვის არის, რას შეიცავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღესდღეობით კომპანია შესული არის 232 ქვეყანაში, მას ყავს მილიონობით მომხმარებელი და პარტნიორი, ასევე და გვაქვს მოკლედ შესაძლებლობა რომ ვიყოთ აი ასეთ უძლიერეს კომპანიაში, რომელიც მსოფლიოში 5-ში არის შესული და მათ შორის პირველ ადგილს იკავებს ჩვენი კომპანია. ეხლა მე მინდა გითხრათ დღეს აი ასეთი რაღაცა აჟიტირებული, რაღაცა ეს ძალიან გახარებული ვარ, ძალიან იმითი რომ ჩემმა მეგობრებმა, პარტნიორებმა იციან, მე ოჯახში საკმაოდ რთული სიტუაცია მაქვს იმ მხრივ, რომ შვილს აქვს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე კარცინომა და ყოველ 3 თვეში გადის შემოწმებას, ეხოსკოპიას. დღეს დამიმალა დილიდან, ანუ რომ მიდიოდა ექიმთან და დამირეკა შემდეგ და თვითონაც გახარებული და აი რასაც ქვია, რომ ყვიროდა ტელეფონში. იმდენად კარგი შედეგი აქვს და იღებს აი კანაფის ზეთს, ოღონდ 1500-იანს, აი ამ 1500-იანს ვაძლევ და
მოკეთ მას ჩაუტარდა ორჯერ ოპერაცია და დარჩა 2 ჯირკვალი, რომელსაც ვერ ეხებოდნენ ექიმები, იმიტომ რომ ბავშვი ხმას დაკარგავდა. მოკეთ დღევანდელი შედეგი რაც აგვაქვს არის ის, რომ ერთ-ერთი ჯირკვალი, რომლის ზომა იყო 5-10 მილიმეტრი, ხო? დღესდღეობით არის 4-7-ზე ჩამოსული. და მეორე ჯირკვალი, რომელიც იყო 2-3-ზე, 1.5 2-ზე არის ჩამოსული და ესე იგი ექიმი ხტუნავდაო, რასაც ქვია, სიხარულისგან ხტუნავდაო ასეთი შედეგი რომ დაინახეს და ანუ მთლიანობაში დინამიკა შემცირებული არის და ლიმფოსტაზიც დინამიკაში შემცირებული არის. ეს არის, არ ვიცი, ჩვენთვის ძალიან მაგარი შედეგი და მეგობრებო, ყველას გისურვებთ, რომ კარგად გაერკვეთ, დაათვალიეროთ ჩვენი პლატფორმა, გაეცნოთ პროდუქციას, გაეცნოთ ბიზნესს და აუცილებლად არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და შემოგვიერთით. ვინაიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენთან ეს მუდმივად არ იქნება ეს მოწვევები და რაღაც პერიოდში უკვე ჩაიკეტება ეს პლატფორმა. ისევე როგორც მაგალითად Amazon-ზე ჩაკეტილი არის ხო პლატფორმა მასთან გასაწევრიანებლად. ამიტომ ჩაიკეტება გარკვეული პერიოდის შემდეგ და უკვე ვეღარ შეძლებთ შემოსვლას და როგორც პარტნიორები, ისე დარეგისტრირებით მხოლოდ როგორც კლიენტები, როგორც კლიენტურა ისეთნაირად და ხელიდან გაუშვებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს კომპანია სამომავლოდ გვთავაზობს. კი, დღეს არის მხოლოდ ჯანმრთელობის ხაზი, დღეს არის კოსმეტიკის ხაზი მხოლოდ ჩაშვებული, მაგრამ მერწმუნეთ აქ იქნება უამრავი პროდუქცია, რომელიც გამოსაყენებელი იქნება ჩვენთვის და ხელმისაწვდომი იქნება საკმაოდ კარგ ფასად. თუ შეიძლება რომ დიახ, სულ ეს იყო მცირედად რაც მინდოდა მე თქვა ამ კომპანიის შესახებ და ველოდები კითხვა-პასუხებს აუცილებლად. კი ბატონო, კითხვა-პასუხები აუცილებლად იქნება, მაგრამ კარგი ამბავი გაგითხრათ. მე ადრე საუბრობდი ხოლმე სიმსივნიან მამაკაცზე. თუ გახსოვთ, ეს იყო ადრინდელი ამბავი, კისერში რომ გამოუვიდა და იზრდებოდა ეს სიმსივნე და ვერაფრით ვერ დაამარცხეს. შემდეგ წუხდებოდა ეს ადამიანი ყოველ 5 წუთში და საშინელი მდგომარეობა ჰქონდა და როცა ამბობდით ახლა პროდუქტებზე ვერ მოვითმინე. და დღეს მისმა ონკოლოგმა თავის პაციენტებში დაიწყო უკვე კანაფის ზეთის გამოყენება და დღეს მითხრეს, ახლა მე მინდა ამ ონკოლოგთან როგორმე მივაწვდინო ხმა, რადგანაც ის მან არ იცის რომ კანაფის ზეთმე ეს გაუკეთა მის პაციენტს, მაგრამ არ იცის საიდან გამოწერა ეს კანაფის ზეთი და მისი პაციენტები ჩვეულებრივად კარფურში ყიდულობენ თურმე კანაფის ზეთს და 70 წვეთს უნიშნავს. და ამ დროს ძალიან მინდა ამ ექიმს მივაწვდინო ხმა, რომ ჩვენი როგორი ძლიერია და ჩვენი მხოლოდ 2-3 წვეთი ჭირდება. წარმოიდგინეთ, ახლა 70 წვეთი ბევრსაც ყიდულობენ და ისეთი შედეგი მაინც ვერ აქვს, რაც ჩვენგან მიწოდებულ კანაფის ზეთმა დაუყენა მის პაციენტს, მაგრამ ეს ძალიან მაგარი ამბავია, რადგან თვითონ ექიმა დააკვირდა, ხო? ეს კაცი რო ძალიან ცუდად იყო და ჩვენი პროდუქტები და რომ უთხრა რომ კანაფის ზეცხვებულობო, რა თქმა უნდა, მერე მოიძია ინფორმაციები, საიდან გამოწერეთო თვითონ შეეკითხა და დღეს უკვე თვითონ იყენებს თავის პაციენტებში. მეორე შემთხვევა კიდე დღეს მომიტანეს ესეც ამბავი და ძალიან გახარებული იყო ჩემი პარტნიორი. ამას წინ შემოვიდა ჩემთან და ლია მიშველე რაღაცაო ისეთ ადამიანზე მითხრეს რომ ძალიან ცუდად არის, როგორმე უნდა დავეხმაროთო. მეთქი მარი ხო იცი მე რაც უნდა გააკეთო, ჩვენთან ხო ექიმებია, ჩვენ არ მარჩიელობ. სასწრაფოდ დაწერე წერილი ექიმებთან, მე ვუთხარი ასე რთული მდგომარეობა რომ არის და ზუსტი პასუხი გვეცოდინება და სწორად მიუდგებით იმ ადამიანს ხო.
ლია ვის ცალია მაგისთვისო ხო ვიცით რომ დაეხმარება ახლა ეს ჩვენი პროდუქტებიო რაც გვაქვსო მივაწვდინოთო და ერთი სიტყვით მე ხო ხშირად წერ ჩვენს ექიმებს და ვიცი ახლა რასაც მომწერს ზოგადად და მოდი მევთხარი დავიწყოთ სისხლის გამწმენდი ნაწლავების გამწმენდი პატარ-პატარა ანთებების პროდუქტი კანაფის ზეთი იქამდე ბაობაბის ხილი რო გვაქვს კიდე ორგანული ბოჭკო ყველაფერი შევფუთეთ და გავატანეთ და შეცდომით ისე იყო ეს გოგო ხო ისა კაცის პროდუქტის მაგივრად ქალის პროდუქტი მიქონდა არა მეუთხრი ეს ქალის პროდუქტია შეუცვალე მამაკაცის პროდუქტი ჩაუდევი და ნუ როგორ იყო იცი მეოთხე სტატია სიმსივნე აქ იმ კაცსაც ჩაწოლილი იყო ქიმიებზე უარი თქვა უკეთებდნენ საუკეთესო ქიმიებს მაგრამ აღარ გაიკეთა ამ კაცმა და ნუ ფსიქოლოგიურად განწყობილი იყო რომ დამთავრდა მისი სიცოცხლე და როგორც კი ეს გოგო ჩავიდა თავის ყუთით და დაელაპარაკა ნუ არ ვიცი ამ კაცს რა დაემართაო ასე მეგონაო თვითონ ეს კაცი ყვება იმ დღეს მოვჭი უკვე და დღეს ამ ადამიანმა გაიარა ვერ დადიოდა გაიარა ფეხს ნუ ფეხს საერთოდ ვერ დგამდა და დღეს შემოვიდა ჩემი პარტნიორი და ლიაკო იმ კაცმა გაიარა და ვინ არ მირეკავს მოკლედ არ ვიცი მთელი დღე თავი მისკდებაო ყველა მირეკავს მისი სანათესაო აი ასეთი ძლიერი პროდუქტებია ხო მართლა ძლიერი კომპანია მაგრამ იმდენად კარგი და საამაყო აქ მუშაობა იმიტომ რომ პროდუქტი გვიდებს მართლა 100%-იან შედეგს სერიოზულ შედეგს უდევს ჩვენი პროდუქტები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ კომპანია ხო მართლა ყოველნაირად გვიხმარება მეტი რა გააკეთოს კომპანიამ ყველაფერს გვიკეთებს რომ ჩვენ აღმოძრავდეთ თუნდაც ეხლა რაც თქვენი საუბრეთ კლიენტურ შესყიდვაზე ანუ რა გამოდის აქ ხო ჩვენ არ ვიქნებით იმედგაცრუებული არანაირად თუ არ ადამიანს ვერ მოიწვევ ბოლოს და ბოლოს ის შესაძლებლობა გექნება გამზადებული კლიენტი იყიდო და ამასობაში არ არსებობს ეს ჩვენი პროდუქტები იმხელა გზას გაივლის და მართლა მსოფლიო შემოიარე ამ პროდუქტებმა დღეს ისეთი ამბები იყო ქუთაისში მოკლედ ყველა პროდუქტს დაეძებდა არც ერთი პროდუქტი არ მქონდა მეც სალონში იმდენმა ადამიანმა დამირეკა დღეს მე თვითონ ოჩა მაგარია და ასე რომ ხალხო მართლა მაგარ კომპანიაში ვარ ძალიან ბედნიერი ვარ ამაყი ვარ და ნუ არ ვიცი ნანა ლომიძეს კურთხევა მართლა მთელი საქართველოსდან რომ აი ასეთ კომპანიას გვაზიარა და მართლა ჩვენამდე ჩაგვახედა ეს ჩვენი პირადად ჩემგანაც ნამდვილად დიდი მადლობა ბოდიში რა შეგიწყვიტე მაგრამ პროდუქტებზე რომ საუბრობდი შემეძლო რომ არ ჩავრთულიყავი აქ დიდი მადლობა ხო აი მე მთელი დღე როგორ ავარ აი ასე დავდია მთელი დღე სიხარულისგან მოკლედ არ ვიცი როგორ ავარ ემოციებში ისეთი რომ მადლობა გოგოებო ასეთი საოცარი ემოციები გვაქვს დღეს სხვათა შორის მთელი დღე არა მხოლოდ თქვენ გაქვთ შედეგები ლიაკო მადლობა ასეთი სასიხარულო ამბებისთვის უღმესი მადლობა და მადლობა მეორე ლიაკოს ორივე ლიაკოები ხართ მოკლედ ჩვენო ძვირფასო პარტნიორებო ხედავთ რა ხდება აქ ხდება საოცრებები მაგრამ ახლა კიდევ ერთ რეალურ საოცარ საოცრებას გეტყვით კიდევ დღეს ემოციებში ვართ ყველა მოხდა მართლა რეალური სასწაული და ასეთი შეკითხვა მინდა დავსვა ჩატში თუ შეიძლება გამომეხმაურეთ ვინც ამ ჩატში არის დღეს აბსოლუტურად ჯანმრთელი და არ სჭირდება არაფერი იმისათვის რომ გამოჯანსაღდეს აიწიოს ხელი გამომეხმაუროს და მე პირადად ჩემი ჯიბიდან ჩუქნი $1000 დღეს აბსოლუტურად ჯანმრთელი გძნობ რომ $1000 ჩემთან დარჩა ნამდვილად გამარჯობა თქვენ ხართ ეგეთი ჯანმრთელი რა ჯანმრთელია მე პირიქით არა ჯანმრთელი ვარ აბსოლუტურად ბატონო მაგრამ ახლა მე ვთქვი ხელი იმანა იწიოს ვინც ჯანმრთელია და არ სჭირდება არაფერი დაუძრა მესათქმელი ბატონო უჩა ბატონოს ნუ მეუნდებით რა ძალიან თოთ კარგი
ну რას მეუხერხული რასებით რა. კი ბატონო, თუ რამე შეკითხვა გაქვთ, თხოვთ დასვით, იმიტომ რომ სათქმელი მაქვს კაცრავად. ხო, შეკითხვა ის მაქვს, რომ აი როდის შემოვა მაგალითად, რომ აი კოოპერატივი რა. კოოპერატივის შემოსულია ჩემო ძვირფასო, უბრალოდ როგორც ვიცით, კომპანია პერიოდულად უშვებს ამას, იმიტომ რომ ვიცით, რომ ფასი მაღალია. ჯერჯერობით. ხო. ველოდებიან ბაზარს, რომ დაიკლოს ფასმა ცოტა. გასაგები მომენტია, ხომ? იმიტომ რომ ეხლა $35 საკმაოდ მაღალი თანხაა და აქედან გამომდინარე, თავისთავად კომპანია თვლის, რომ არ არის ეს ჯერ იმ მომენტში, რომ მასიურად გაუშვას. როდესაც ფასი ცოტათი დაიკლებს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება სისტემატიური სახე მიიღოს. და ეს იყოს შესაძლოა კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ ჩაშვება. ამიტომ ჯერ ეს პროცესია პირადად მქონდა საუბარი ბენგლისკისთან და ამ საკითხზე მუშაობენ, ტელეფონით მქონდა საუბარი, ამ საკითხზე მუშაობენ, რო იტყვიან ყველაზე ძლიერი და მძიმე артиლერია აქვს ჩართული ამ საქმეში. ისე რომ დაველოდოთ. გისმენთ ბატონო ოთარ? ბატონო ოთარ გახსნილია? გისმენთ. გამარჯობა. აი ბოლო მჭირს მე რაც თქვით ბოლო. ვერ გავიგებ კაცრავად. ბოლო მეთქი ბოლო მჭირს თქვენ რაც თქვით მეთქი კითხვა რო დასვით ბოლოში რაც თქვით ზუსტად ეგ მჭირს თქო. $1000? ეგ ამჭირს ზუსტად და მაგიტომ ავიცი კი ბატონო, ამიტომ ბრძანდებით კომპანიაში, გასაგებია. ხო, თავში რა თქმა მე თქვა კარგად გამყოფოთ, მაგრამ უბრალოდ მე ეს სტატისტიკურად ვსაუბრობ იმას, რომ ადამიანს როდესაც გონია, რომ ჯამრთელია, სამწუხაროდ ასე არ არის. მის ორგანიზმში რაღაცა პროცესები ყოველთვის მიმდინარეობს. ვისაც გონია, რომ ჯამრთელია. ვისაც გონია, რომ ჯამრთელია, მასაც რაღაც აწუხებს, თორემ არ ეგონება. ისიც ავათარის ვისაც გონია, რომ 1000%-ით გეთანხმებით. $1000-ზე არა, 1000%-ით გეთანხმებით. მადლობა. რამე შეკითხვა ხომ არ გაქვთ ბატონო ოთარ? არა, მადლობა. დროდადრო თვალს გადავნებთ ხოლმე და მიხარია თქვენი კომპანიის წარმატებები. დაიხარეთ, მადლობ. წარმატებებს გისურვებთ ასევე. კარგით მეგობრებო, როგორც ხედავ, შემრჩა $1000. მართლა რეალურ ხაპარში ვართ მეგობრებო, აქ რომ სულ არ იყოს ბიზნესი, როგორც ქალბატონმა ლიამ თქვა თევდორაძემ, მე მეამაყებაო, რომ ამ კომპანიაში ვარო და მე მეამაყება, რომ ასეთ საოცარ სიკეთეს ვაკეთებთ ადამიანებისთვის. მე დღეს ვიყავი რეალურ შოკში, მე დღეს თავი ვერ შევიკავე ზოგადად. ძალიან არ მიყვარს ჩემი ემოციების გამოვლენა, მაგრამ მე დღეს ჩემი ემოცია ვერ შევიკავე. გზაში ვიყავი და გზაში, აი თავისით მომდიოდა ცრემლები, მეგობრებო, ისეთი რაღაცა გავიგე რეალურად. ქალბატონო მანანა, თუ შეიძლება გამოგვეხმაურეთ, თუ აქ ბრძანდებით. დიახ, ქალბატონო ნანა, აქ ვარ. მე მაპატიეთ, რომ დღეს ისეთი ემოცია გქონდა თქვენ და ნამდვილად რთული იქნებოდა თქვენი ჩართულობა ეხლა, იმიტომ რომ ყველანი ვიყავით ამ ემოციებში. და მე მინდა ეს სენსაციური ამბავი თქვენგან გაჟღერდეს, იმიტომ რომ ეს თქვენს წრეში მოხდა ეს ყველაფერი და მე მინდა მეგობრებო ძალიან კარგად მოусმინოთ დღეს თქვენს სათხართ. გისმენთ ქალბატონო მანანა, რა მოხდა თუ შეიძლება? ქალბატონო ნანა, ძალიან ბანალური ვიქნები, როდესაც ვიტყვი რომ არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ მართლა არ ვიცი საიდან დავიწყო. დავიწყო ჩემი დღევანდელი ემოციით, დავიწყო იმ ფაქტით, რაც მოხდა, აი ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა შედეგი, რამოდენიმე თვის მანძილზე, ის შედეგი, რაც დღეს დაიდო, უბრალოდ ჩვენ ეს გვაქვს, როგორც ასეთი ქაღალდი ხელში არ გვიჭირავს დოკუმენტურად, რადგან ზარი განხორციელდა თბილისში ზუგდიდიდან და ადამიანი თბილისში უნდა ჩავიდეს ეს დოკუმენტი რომ აიღოს ის რაც მას ტელეფონით უთხრეს, მაგრამ ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, თუმცა ესეც იქნება ჩვენ პირველ და ბოლო დოკუმენტს აუცილებლად დავდებთ და წარვადგენთ ჩატში.
თქვენ იცით მეგობრებო, პირველ რიგში მოგესალმებით, მე გახლავართ მანანა ქარდავა, უკვე ორჯერ ჩავატარებ პრეზენტაცია და ორივეჯერ ვახსენე ამ ფაქტის შესახებ და ეხა პარასკევსაც ვახსენեմ ეს ფაქტი, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე სიტუაცია, რთული სიტუაცია ჩემს ახლობელთან დაკავშირებით, ეს არის ბიცოლაჩემის ძმა, 62 წლის მამაკაცი. მე ვახსენე, რომ მას ჰქონდა ძალიან რთული მდგომარეობა, გადაადგილება უჭირდა და მოკლედ რა 8 თვე ეს ადამიანი სიკვდილს ებრძოდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შეიძლება ეს პირადული საკითხია და არასწორი იქნება ჩემის მხრიდან გაჟღერება, მაგრამ მას თვითმკვლელობაზეც კი უფიქრია, იმდენად მძიმე იყო მამაკაცისთვის იმ გაუსაძლისი ტკივილის გაძლება, რაც მას ჰქონდა. და რა იყო მოკლედ რომ აღვნიშნო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლები არიან და არ იციან რასთან გვაქვს საქმე. ამ ადამიანს ჰქონდა ყურის შემდეგ დიაგნოზის შემდეგ დადგინდა, რომ ყურში შიგნით ავთვისებიანი ეს თურქეთში დასმული დიაგნოზია, რომელიც უпростоრეთ ჯერ თბილისში დაისვა და შემდეგ თურქეთში გადამოწმდა და დადასტურდა. ავთვისებიანი სიმსივნე მეოთხე სტადიის აგრესიულ ფორმებში. აი, ყოველი სიტყვა მე ჩემი თვალით წავიკითხე ეს დიაგნოზი და ამიტომ ვამბობ ამას ხმამაღლა, რაც მე წავიკითხე. ყოველი სიტყვის წარმოთქმა მიჭირს ავთვისებიანი სიმსივნე მეოთხე სტადია აგრესიულ ფორმებში. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის იქით რა უნდა იყოს და რაც თქვენ წარმოიდგინეთ, აი იმას ელოდნენ. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ ადამიანმა ჩვენი პროდუქტის მიღება დაიწყო 20 აპრილს. სულ გავიდა 3 თვე ნახევარი. პირველივე ღამეს, მაშინ როდესაც ამ ადამიანს 8 თვის მანძილზე არ დაუძინია, რადგან ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და არაფერი არ უყუჩებდა, ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოში ჩაუტარდა 2 ქირურგიული ოპერაცია ამ ადამიანის სახეზე, რაღაცა მუწუკებივით, ყვავილივით, რა ვიცი, როგორ აღვწერო, არ ვიცი, რთული სათქმელია, ამოსდიოდა. 2 ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდეს და ფაქტია და უნდა ვთქვა, ორივე ყური ნაწილ მოაჭრეს, ამ თად არ მოაჭრეს, მაგრამ რაღაცა ნაწილი მოკვეთეს. ცხვირთანაც იგივე მოხდა. და მესამედ, როდესაც წარბზე და ლოყაზე ამოუვიდა, ისევ რომ მივიდა ექიმთან, უთხრეს, რომ ყავ ქირურგიული ოპერაცია იყო საჭირო და ამ ადამიანმა კატეგორიული უარი განაცხადა. აი, მოვკვდები ისე, როგორც დავიბადე რა, უკვე არა, ამდენი მიჭრა-მოჭრა და ექსპერიმენტების ტარება არაო. და როდესაც არ საიდან არ იყო საშველი და ადამიანი გადადებული იყო, აი მართლა გადადებული იყო, ოჯახის წევრები უკვე ყველაფერს ელოდნენ. მიიღო ამ პროდუქტის, უბრალოდ გადაწყვიტა ამ პროდუქტის მიღება, გაიცა დანიშნულება ჩვენი პროფესორების მიერ, თქვენ იცით ესენი ვინ არიან. და ეს ადამიანი ღებულობდა 10 სხვადასხვა ქალბატონო მანანა ერთი წამით ბოდიშით გაგაწყვეტი, ფაქ შეიძლება სტუმრებიც არიან, ბევრმა არ იცის ვინ არიან პროფესორები და ცოტა გამმარტავ, ხო? ესენი არიან ბატონებო და ქალბატონებო, ესენი არიან ცოლ-ქმარი ბატონი და ქალბატონი გუტკინები, ლიზა გუტკინი და რაიან გუტკინი, ესენი არიან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, ძალიან ცნობილი ადამიანები, მსოფლიოში ცნობილი ადამიანები და ასევე თანადამაარსებლები ამ კომპანიის. და ამ პროდუქტის, რომელზეც ვსაუბრობთ, სწორედ ამათმა იმუშავეს ამ პროდუქტზე და ამათმა შექმნეს ეს პროდუქტი. ამ ექიმებზეა საუბარი, სადაც კითხვარის მეშვეობით, ბეკონტაქტებით და ისინი გვაძლევენ ჩვენ, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებს, რა მივიღოთ, როგორ მივიღოთ, მოკლედ ჩვენი ოჯახის ექიმები არიან ამავე დროს ეს ცნობილი ადამიანები. ეს უბრალოდ მინდოდა დამეკონკრეტებინა, ვინც სტუმარია და ვინც არ იცის ვიზია საუბარი. ბოდიშით ქალბატონო მანანა. არაფერს პირიქით, მადლობა დაკონკრეტებისთვის. და მოკლედ ამათ მეშვეობით მოგვეცა დანიშნულება, როგორც ვახსენე, ღებულობს ეს ადამიანი 10 სხვადასხვა დასახელების დანამატს. ზუსტად მახსოვს 20 აპრილი იყო ამ წლის, კვირა დღე იყო, დილით მიიღო ამ ადამიანმა დანიშნულების სამებ, როგორც მიეცა ჩვენი დანამატი და იმ საღამოს
8 თვის მანძილზე პირველი ღამე იყო, როდესაც ადამიანმა ტკივილ დამაღუჩებლის გარეშე დაიძინა. მეორე დღეს დეტალებს არ მოუყვები, ახლა იქ გამოკვლევა როგორ ჩატარდა, ხური დაცობილი ქონდა ადამიანს და მოკლედ იქ ცალკე ქირურგიული, პატარა ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა, რომ იქ რაღაცა ნათურასავით გაეშვათ და იქ მიდამოე დაეთვალიერებინათ. ამ პრობლემიდან გამომდინარე დაცობილი ქონდა ადამიანს ხური და მეორე დღეს რაღაცა სადინარივით გაიხსნა მარცხენა ყურში და თვეების მანძილზე იქიდან გადმოდიოდა სითხე, მთელი რიგი სიბინძურე. ამ დაავადებასთან დაკავშირებული. სისხლი, ჩირკი და მოკლედ მთელი ამბები. პერიოდულად ამ ადამიანმა გაიკეთა ქიმია, გაიკეთა სხივი. პირველი ქიმიის შემდეგ ადამიანი 3 დღე კვდებოდა, აი ვეღარ დგებოდა. თურმე ამას მთელი რიგი გართულებები ახლავს შემდეგ ქიმიის შემდგომ პროცესებს და ანალიზის საფუძველზე ჰემოგლობინი დაბარნილი ქონდა და ხელოვნური ჩარევის შედეგად რაღაცა დაურეგულირეს სასიცოცხლო მაჩვენებლები, რაც იმ მომენტისთვის იყო საჭირო ქიმიის შედეგად. მეორე ქიმია გადაიტანა უკეთესად, აი ბევრად უკეთესად და როდესაც კვლავ ანალიზები გაუკეთდა, კვლავ ჰემოგლობინი რაღაცები დაცემული ხომ არ იყო, ექიმმა შემოუთავა, რომ თად ისე არ არის, როგორც უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენგან ჩარევას არ საჭიროებს. ეს უკვე დიდი შედეგი იყო, როდესაც ჩვენ ეს გავიგეთ, ეს ჩვენ ვიზეიმით. მესამე ქიმიის დროს, ეხა უკვე თავისი ფეხით მარტოდ არის ეს ადამიანი ზუგდიდიდან თბილისამდე, ამ ქიმიის ჩასატარებლად. და თქვენ იცით, ყოველ შემთხვევაში ყველას გვაქვს გაგებული, რომ ქიმიის ჩატარება რამდენად მტკივნეულია ორგანიზმისთვის, ხო, რა ცუდი პროცესია. მაგრამ მარტო უმკლავდებოდა, უკვე იმდენად მოღონიერდა ეს ადამიანი. ექიმმა უთხრა, შენ მესამე ქიმიის დროს, შენ ისეთი ანალიზები გაქვს და ისეთი მაჩვენებელი, რას ღებულობ? ამ ადამიანმა უთხრა, არაფერს არ ღებულობო. არაო, შენ მე ვერ მომატყუებ, რაღაცას ღებულობო. საშველი აღარ იყო და მაგაცმა ხუმრობით უთხრა, ხილბოსნეული მიყვარს ძალიან და მაგას ჭამო რა, ცოტა ესეთი სიტყვა ჭამო. კარგიო, მაშინო ჭამეო. კარგი არისო შენი ხილბოსნეული და ამით გამოიწურა მათი საუბარი. ამის შემდეგ ამ ადამიანს საერთო ჯამში გაუკეთ, ზუსტად არ ვიცი და ვერ მოგატყვევთ, მაგრამ გადაიღო პირველი კატე, როდესაც დაიწყო მკურნალობა, თვითონ ქიმია და იმ დროს ჩვენი პროდუქციით როცა მიეშველა. მეორე კატე გადაიღო და გასულ კვირას, თავარი სათქმელი რაც არის დღევანდელი ჩემი, გასულ კვირას გადაიღო კატე და დღეს დარეკეს თბილისში და აბა რა გაიგონეს ყურმილს იქითა მხრიდან. არავით არის სიმსივნური წანაზარდი, მეგობრებო, ყველაფერი ალაგებულია. და ეს საოცრება? აი არ ვიცი. ეს როდესაც გავიგე, ბავშვი მყავდა ფიზიოთერაპიაზე, იქით ამხარეს ისინი ტიროდნენ, აქეთ ამხარეს მე ვტიროდი. და ჩვენ ყველანი, ასე ვთქვათ, ტიროდით ეს ჩატში რეალურად და გქონდა ძალიან ემოციური დღე, მართლა ემოციური დღე, იმიტომ რომ ამ ყველაფერს აი ასეთ რაღაცას ადამიანი, რომელიც უკვე გასტუმრებულია ფაქტიურად, ხო? გამოიტირა მთელმა ოჯახმა უკვე ადამიანი და ხვდებით ხომ, როდესაც ასეთი დიაგნოზი ცხადდება, ადამიანი ოჯახის წევრები ნელა ემშვიდობებიან ამ ადამიანს, ხო? რაღაცა პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მისი სიცოცხლე, მაგრამ ის შესაძლოა ერთ შვენიერ დღეს შეწყდეს, არა მშვენიერ დღეს პირიქით. მე ხარ წაგიკითხავ თქვენ ტექსტს, რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა მომწერა. ანუ არის ჩემი ბიძაშვილი დედაჩემის მხრიდან და არის ბიძამისი დედის მხრიდან. და მან მომწერა. შენ აზრზე ხარ? კიდევ ვერ ვიაზრებ. მანანა, კაცს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ. მიცვალებული გავაცოცხლეთ, სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით. აი რას წერს და ან როგორ არ უნდა იტირო, ან გაცდებში როგორ არ უნდა იყო, ან არ ვიცი როგორ არ უნდა გიკვირდეს ამ სასწაული ბიოდანამატების, როგორ არ უნდა იყო მადლიერი, როგორ არ უნდა იყვირო. რამდენჯერ მithქვია ჩვენ 3 მილიონ ნახევრიან პატარა საქართველოს, რომელიც ყველანაირად რომ საუკეთესოა,
მაგრამ ამავდროულად გაჭირვებული ფინანსურად, ეკონომიურად, ჯანმრთელობის მხრივ როგორ არ უნდა გააგებინო და მეგაფონით ხელში როგორ არ უნდა უყვიროდეთ ამ კომპანიის შესახებ. აი არ ვიცი მეგობრებო, დღეს მოშლილი ვარ მთელი დღე. ძალიან ემოციურია მართლაც. ძალიან სასიხარულო რა თქმა უნდა ეს ამბავი ძალიან მაგარი ამბავია და გამიხარდა ვიცოდი ამ კაცის მდგომარეობა და ეხა ასეთი შედეგი არის სასწაული. მე უკვე აღარც მიკვირს ჩვენთან ისეთი შედეგებია, მაგრამ თითეული ადამიანის ბედნიერება რა თქმა უნდა ყველას გადმოგვედება. არ გვიკვირს რა თქმა უნდა ლილია საყვარელო არ გვიკვირს უკვე ბევრი შედეგები გვაქვს გასაგებია, მაგრამ საერთოდ აორთქლდა სიმსივნე, ეხლა აქ ცოტა სხვა თემაა, საერთოდ აღარ არსებობს უკვე სიმსივნე. ეს მართლა საოცრებაა და არ ვიცი, ბოდიში შეგაწყვეტიე ლია და ვიტყვი მე რაც. არა, რას ამბობ? კი, ნანა, გაგცე. ესე იგი, როგორ შეიძლება მანანას თქმის არ იყოს, როგორ შეიძლება ამ საკითხზე გავჩერდეთ და არ გადავცეთ ადამიანებს. სიცოცხლისკენ შემობრუნდა ადამიანი, მეგობრებო, გაიაზრეთ უბრალოდ რა ხდება აქ. რამდენ ადამიანს შეიძლება თქვენი გადადგმული ნაბიჯით შეუნარჩუნოთ სიცოცხლე. ეხლა რამდენადაც მე ვიცი, ქალბატონი მანანასთვის იყო რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ასეთი რჩევა მიეცა ამ ასეთი მომაკვდავი ადამიანისთვის და მადლობა მათაც, რომ რწმენით შეხედეს ამ საკითხს და მიიღეს ეს პროდუქტი და დაუჯერეს ქალბატონ მანანას. თქვენ უბრალოდ მანანას ემოციები წარმოიდგინეთ. ადამიანმა ფაქტიურად გააკეთა ის, რომ გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე. დღეს ის ადამიანი ჩვენ ვიცით, სადაც იქნებოდა. და ის დღეს ჩვენთან არის, ცოცხალია, ჯანმრთელია და აღარაფერი აღარ აწუხებს. მეგობრებო, ეს არ არის ძალიან გთხოვთ, გამეცით პასუხი და გამომეხმაურეთ. დანაშაული არ არის ასეთი რაღაცა არ გააჟღეროთ და თქვათ მე ეს არ შემიძლია, მე ეს არ გამომდის. რა არ გამოგდით ხალხო? ადამიანების დახმარება და სიკეთე არ გამოგდით? სათითაოდ ყველას რომ შეგეკითხოთ ეხლა სიკეთესთან დაკავშირებით ყველა იტყვით ზუსტად ვიცი ამას. რომ ხართ ძალიან კეთილშობილი ადამიანები და ცხოვრებაში სიბოროტე არავისთვის არ გისურვებია და არ გაგიკეთებიათ. დარწმუნებული ვარ, ყველა ასეთ პასუხს გამცემთ, მაგრამ მე არ მესმის იმ ადამიანის, რომელიც ამბობს, მე სიკეთის მოყვარული ვარ და ამ საოცრებას არ აჟღერებს, არ ამბობს, არ უყვება. დანაშაულია. ამაზე თქვათ, რომ მე არ შემიძლია. და ამას რომ იტყვით, აღარასოდეს, არც თქვენს გულში, არც ღმერთის წინაშე აღარ თქვათ, რომ თქვენ კეთილი ადამიანები ბრძანდებით. ქალბატონო ნანა, სწორედ ის კეთილი ადამიანი ითხოვს რაღაცის თქმას სურს. ქალბატონია, ხმა ჩართულია, რომელმაც ქალბატონ მანანასთან ერთად დახმარება გაუწია ამ ბატონს და სიამოვნებით მოგისმენთ ქალბატონოია. მადლობა ქალბატონო ნინო, მოგესალმებით ყველას. ძალიან ემოციურია დღევანდელი დღე განსაკუთრებულად ჩემთვის. ვფიქრობდი სიტყვით გამოსვლას, მაგრამ მანანამ განმიახლა ეს ემოციები და არ ვიცი რამდენად შევძლებ იმის გადმოცემას, რისი თქმაც მინდა, მაგრამ არ შემეძლო. მადლობა არ გადამეხადა ქალბატონ ნანასთვის და ქალბატონ ნანისთვის. რადგან დიდი წვლილი მიუძღვით ამ საქმეში. მადლობა ყველაფრისთვის. დღეს მინდოდა პირველი დიაგნოზი და დღევანდელი შედეგი საბუთიერად რო დაგვედო, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოახერხეთ. შემდეგში აუცილებლად დავდებთ, რომ თვალსაჩინო იყოს და ცოტა დაუჯერებელი ამბავია და მართლა ყველამ რო დაიჯეროს. ბევრჯერ გაჟღერდა აქაც სხვადასხვა შედეგები, მსგავსი ისტორიები, მაგრამ ეს მართლა სასწაულია, რაც ჩვენ თავს ხდება, დაუჯერებელია, რომ მომესმინა სხვისგან
შეიძლება არ დამეჯერებინა მეც, მაგრამ როცა შენ თავს ხდება ეს ყველაფერი და რეალობას თვალს უსწორებ, ძალიან ძნელია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ბედნიერება ემოციურად ემოციებში ვარ და ვერ შევძლებ იმის გადმოცემას, რასაც ეხლა ვგრძნობ და ამიტომ რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ჩემი ეს გადაწყვეტილება, რომ გამოგვეწერა ეს ბიოდანამატები, გადამაწყვეტინა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ამას, რომ აუცილებელია ამ პრეზენტაციებზე დასწრება, რომ არა იმ დღეს არ მომესმინა იმ აზერბაიჯანელი ქალბატონის მონაყოლი ერთ პაციენტზე რო ყვებოდა ცხვირში ქონდა რაღაც მსგავსი სიმსივნე და იმის მერე რაც შედეგიც დაადო მაგ ქალბატონმა მაგ პიროვნებაზე ილაპარაკა, აი იმ დღეს გადავწყვიტეთ დაუფიქრებლად, რომ ეს ბიოდანამატი აუცილებლად უნდა მიეღო. მგონი არასწორად თქვა მანანამ, იქნებ ისიც ემოციებში იყო და ერთი მინდა აღვნიშნო, რომ პირველი თერაპია იყო ჩატარებული და ექიმმა უთხრა, რომ მეორე თერაპიას ვერ გადაიტანდა, იმიტომ რომ C-ჰეპატიტიც ჰქონდა და ღვიძლი ვერ გაუძლებსო. ხო და პირველი ქიმიოთერაპიის მერე მოვიდა ეს ჩვენი ბიოდანამატები და მეორე ქიმიოთერაპიამდე დაიწყო ამ ბიოდანამატის მიღება. ამიტომ სრულიად განსხვავებული შედეგი მიიღო. პირველ თერაპიაზე იყო ლოგინად ჩავარდნილი, ეს გემოგლობინი დავარდნილი, ექიმის დამატებითი მედიკამენტები დასჭირდა და ამ ჩვენი ბიოდანამატების მიღების შემდეგ არანაირი მედიკამენტები არ დაჭირვებია. ფეხზე იდგა, თავისით დადიოდა, ზუგდიდიდან თბილისშიც საკუთარი ფეხით წავიდა და იმის მერე ლოგინად არ მოუწია. რა ვიცი, დღეს მადლობა ღმერთს, მადლობა ქალბატონ ნანას, ქალბატონ ნანის და ქალბატონ მანანას, რომ არა თქვენ, არ ვიცი, დღეს სიხარულის ნაცვლად სხვა გრძნობა გვექნებოდა და ამიტომ დღეს ყველა იმ პრობლემამ გაიელვა, თვალწინ გაიარა რა დღეებიც მაგან გადაიტანა და ძალიან ემოციურია მართლა და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და დავაფასოთ ეს კომპანია, რაც გვაქვს, სადაც ვართ და ცოტა სერიოზულად შევხედოთ ამას. ეს მართლა არაა ზღაპარი, ეს რეალობა. ჯობია უკვე შევწყვიტოთ, რომ ძალიან ემოციებში ვარ და ძნელია იმის გადმოცემა, რისი თქმაც მინდა. არ ვიცი, სიტყვები არ ვყოფნის, დღეს ძალიან ასეთი ემოციური საუბარი მე ნამდვილად ალბათ არ მქონდა არასდროს, იმდენად აღელვებული ვარ. არ ვიცი, მე ვფიქრობ, დღეს ყველა გადახარშავს იმ მომენტს, რა მოხდა საერთოდ. ყველა გადახარშავს, სად ვიმყოფებით. ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, დაიდება სოციალურ ქსელებში, ამას ყველა მოისმენს და მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდება, რა ფენომენთან და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მეც აღელვებული ვარ, ეს ერთი იშვიათი შემთხვევაა ჩემ ცხოვრებაში, რომ მიჭირს საუბარი, მართლა არ ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ ცოცხალი ემოციაა ჩემში. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. ძალიან ემოციური საღამოა, ვამბობ ხოლმე, რომ კიდევ რამ უნდა გაგვაოცოს ამ კომპანიაში და შედეგებზე მაქვს საუბარი. ჩვენ თვეში ერთხელ გვაქვს ხოლმე შედეგები, ვინც არ იცის სტუმრები, მათთვის ვამბობ და იმ შედეგებზე ვამბობ ხოლმე, მაგრამ აი შედეგებსაც ვეღარ დაველოდეთ. ჩვენ ახლა დღეს მართლა ჩვენი ლიდერები სიხარულისგან ტირი ვართ და წეღანაც საკმაოდ ვიტირე. არ შეიძლება, რომ ასეთი ინფორმაცია მოისმინო
და ქალბატონო ნანა თქვენ სწორად აღნიშნეთ. როგორღა უნდა ვთქვა, რომ კეთილი ვარ, თუ ამ ინფორმაციას ჩემთვის შევინახავ და არ გავცემ. ეს ყოვლად წარმოუდგენელია და მართლაც ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო პარტნიორებო, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ რეალურ ზღაპარში ვართ. სასწაულები ხდება ჩვენს ირგვლივ და ამაზე გაჩვენება ნამდვილად არ შეიძლება. გილოცავთ ქალბატონო მანანა, არ ვიცი, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი სიკვდილს გამოგლიჯეთ ხელიდან. მას მეორედ დაუბრუნეთ სიცოცხლე. მადლობა პირველ რიგში ღმერთს და მადლობა თქვენ და იმ პიროვნებას, რომ ირწმუნა და დაიწყო დალევა. წარმომიდგენია, რამხელა სიხარული და განცდა თქვენთვის, როცა ჩვენ ასე განვიცდით. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა ქალბატონო, ციცი ერთი რაღაც გამახსენდა, ეხლა მე ზოგადად ალბათ აუდიტორია მიჩვეულია, რომ მე ხშირად მიყვარს რაღაცნაირად პარალელების გავლა ღვთის სიტყვასთან და ჩვენ ყველა ვიცით, რომ ქრისტე იყო დედამიწაზე ჩამოსული, როგორც ღმერთის ძე და როდესაც ის უკვე ზეცაში მამასთან დაბრუნდა, თავისთავად მოწაფეებმა გააგრძელეს მისი საქმიანობა და ჩვენ ვიცით, რომ აკრძალული იყო მაშინ რომის იმპერიიდან ქადაგება და ამას განაპირობდნენ ფარისევლები, აკეთებდნენ ყველაფერს, აკეთებდნენ, რომ არ ქონოდათ მათ უფლება ქადაგების ქრისტეს შესახებ. და როდესაც დაიჭირეს ქრისტეს მოწაფეები, პავლე მოციქული, პეტრე მოციქული და უბრალოდ მაშინ პეტრე მოციქულზე იყო საუბარი და ასევე ის დანარჩენი მოწაფეები და აუგრძალეს ქადაგება, ასეთი პასუხი გასცეს, ჩვენ რომც გავჩერდეთ, ქვები აღაღადდებიან. ანუ იქ იყო ზუსტად საკითხი ამაზე დამდგარი, სიცოცხლე სიკვდილზე იყო საქმე დამდგარი და ღვთის სასუფეველს ქადაგებდნენ ისინი. ამიტომ ეს ადამიანების გადარჩენაზე იყო საუბარი და თავისთავად უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია იყო და რომც გაჩერებული იყვნენ მოწაფეები, ქვები ალაპარაკდებოდნენო. აი უყურეთ, ქვები ალაპარაკდებოდნენო. აი აქ ხომ ქვები არზია. აი ახლა ჩაჩში და საერთოდ საქართველოში ხო ქვები არზია. ადამიანები ზიან, რომელთაც გული უდევთ საგულეში. როდესაც გული გაქვს, შეგიძლია შეიკავო თავი და გაჩერდე. ესეთი რაღაცა ადამიანს არ შეეტყობინო და შენი გულგრილობის გამო აი იქ სადღაც ვიღაცა ემშვიდობება სიცოცხლეს. როდესაც დღეს არის უკვე ეს კომპანია აღარაა კომპანია, მეგობრებო, ეს კომპანია სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანებს. მიხვდით, გაიაზრეთ ეს და ჩაიხედეთ თქვენ საკუთარ გულებში. რას გიპასუხებთ? ყველა ადამიანში დებს სინდისი, გული და ყველაფერი, ეს ღმერთმა მისცა მას, ან ვერსად ვერ გაექცევა ამას. და ის საკუთარი გული გიპასუხებთ თქვენ შემდგომ მოქმედებას. შემდგომ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გადაარჩინოთ ადამიანები თქვენს გვერდით. როდესაც გაივლით სადღაც ქუჩაში და დაინახავთ ვიღაცა დაგდებულია მიწაზე. მაინტერესებს რა სიზავთ, გვერდს აუვლით? იტყვით რა ვქნა, ახლა რაში მაინტერესებს ჩემი ის არავინ არ არის. რატო უნდა მივაქციო იმას ყურადღება? რატომ არის დადებული ბიბლიაში სამარიტელის იგავი, რომელიც არც კი იცნობდა იმ ადამიანს, რომელსაც მოკიდა ხელი, ჩააბარა და უთხრა მიხედეთ ამას და დანარჩენ ფულს მერე გადაგიხდითო. იმიტომ რომ ეს ადამიანზეა ლაპარაკი და ჩვენ ყველანი აქ ადამიანები ვზივართ. ხომ ხედავთ რა ხდება? შეგიძლიათ ამაზე გაჩუმდეთ? მე გაოცებული ვიქნები, ვინმე თქვენგანი თუ იტყვის, კი შემიძლია გავჩუმდე, რა ვქნა ეს მიერ მეხებაო. მაშინ რაზეა ლაპარაკი? ესე იგი, ესეთ ადამიანებს თავად ქვები ჯობნიან, ხო? ქვა თუ ალაპარაკდება, ადამიანი როგორ უნდა გაჩუმდეს ასეთ რამეს? უკაცრავად, ცოტა რაღაც ისევ საუბრობ, ეს არის ის, რასაც მართლა ვფიქრობ და გულწრფელად გელაპარაკებით ამ საკითხს. დაფიქრდით და გაიაზრეთ, რა ხდება საერთოდ. ქალბატონო მაკა, რამის თქმა ხომ არ გინდოდათ, გისმენთ? კი, მაკა, სუნდოდა მგონი ჩართვა. კი, ჩართულია მიკროფონი, მაკა, დააწექით და.
საღამომშვიდობის ქალბატონებო. როგორ ახართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. ჩემეულ აზრს დავაჟღერებ. ლიგუთში რომ სასწავლები ხდება, ეს პირველივე დღიდან მივხვდი. არ არსებობს ერთი პატარა ნამცეციც კი ლიგუდის განამატებიდან იმას რაიმე მადლი არ ქონდეს. ამას ვლაპარაკობ პირველი დღიდან. რაღაცნაირად არ მე სამართლება ის ფაქტი, რომ ვინმე არ ლაპარაკობდეს ჩვენ პროდუქტებზე. ვინმე ხმას არ იღებდეს და საერთოდ გაჩუმებული იყოს და ამას არ აღნიშნავდეს, რაც ჩემს გარშემო თუ ვინმეა, სახლში, გარეთ, მეზობელი, მეგობარი, ნაცნობი, უცნობი, აბსოლუტურად ყველას ვაწვდენ ხმას, რომ აქ არის პროდუქტები, განამატები, რომლებიც სასწაულებს ახდენენ. თვალს ვადევნებ ამ ყველაფერს, მე ცოტა არ მომიწია ახლა ყოფნა აქ და უბრალოდ შორიდან უყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ მესმის ეს მშვენიერი და დიდებული შედეგები, ქალბატონი ლია თევდორაძის, აგერე ახლა მანანასი, ნუ ყველა ჯერზე და ყველა შედეგზე. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს სასწაული კომპანია იმდენად მადლიერია, სიცოცხლეა. ეს კომპანია აღარ არის, ეს არის უკვე სიცოცხლე. ეს არის სიბოროტეზე გამარჯვება. ეს არის ყველაფერი, იღბალი ქონია ამ ადამიანს, რომ შეხვდა უბრალოდ აი ეს დანამატები, ირწმუნა, მიიღო და დღეს დააბიჯებს დედამიწაზე. არ ვიცი, ამას როგორ უნდა აუარო გვერდი საერთოდ და როგორ არ უთხრა ადამიანებს ამ ყველაფერზე, როცა მთელ საქართველოში ესეთი ამბავი ტრიალებს დაავადებების გარშემო. წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ არ უნდა, მე ვფიქრობ ინფორმაციის გაცემაზე კი არა, ადამიანების მიუღებლობაზეა პრობლემა და ეს გავაგებინოთ და ამას მიხვდნენ, რომ უნდა მიიღო ზუსტადაც და უნდა აღიარონ. უკვე სამედიცინო სფერომ აღიარა დანამატები, რაზე არის ლაპარაკი. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო კიდევ და კიდევ ქალბატონ ნანას ამ კომპანიის ზიარებისთვის, მთელ საქართველოში ჩვენამდე მოტანისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ამ სიხარულის შემოტანისთვის, ბენგლისკზე, ხაზანზე და მთლიანად კომპანიაზე აღარა მაქვს ლაპარაკი და აქვე მინდა არ მინდა გამოვტოვო ეს მომენტი, იმიტომ რომ მე იშვიათად მიწევს ხოლმე შემოსვლა. უკიდეგანო მადლობას ვუხდი აი ამ ახალი ინოვაციისთვის, რასაც კლიენტების შემოსვლა და ყიდვა ქვია. მეგობრებო, ამ კომპანიას ისეთი მომავალი აქვს, თვალდახუჭული, ჯერ პირველ რიგში ადამიანისთვის არის ჯანმრთელობა, მერე ფინანსური, ან ორივე, ან კი არა ორივე ერთად. ორივე ერთად ხელზე დადებული, პოდნოზე დადებულია ყველაფერი და არ ვიცი, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა მეტად გაიგონ, მეტად მიხვდნენ, ამ ყველაფერს ხელი ჩაჭიდონ და იმრავლონ და იხარონ. თუ ჯანმრთელობით და თუ ფინანსური კეთილდღეობით. მეტი რაღა უნდა გააკეთოს ადამიანმა სხვა ცხოვრებაში, ისედაც ამ გადარეულ სამყაროში. ძალიან ემოციური იყო, მე ზოგადად ძალიან სენსიტიურია ეს ჯანმრთელობის თემა ჩემთვის. და მანანა გილოცავთ ამ შედეგს, ჩემო კარგო, გილოცავთ ყველას თქვენ სანათესაოს ოჯახის წევრებს, ყოფილიყოს უკანასკნელი და ამ კაცისთვის ყოფილიყოს დასასრულის დასაწყისი, ჩემო კარგებო. ჩვენ კიდევ მთლიან გულს, ლიდერებს, აბსოლუტურად ყველას, წინსვლას, წარმატებებს და ყველაფერს საუკეთესოს დარწმუნებული ვარ, იგუგუნებს. არა მარტო საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით. დიდი მადლობა გოგოებო, დიდი მადლობა ქალბატონებო, აი უკიდეგანო პატივისცემა ჩემგან თქვენ. მიცოცხლეთ, გაიხარეთ ქალბატონო მაკა. კი, გეთანხმებით 1000%-ით ყველა სიტყვას ვაწერ ხელს, რაც თქვით. საღამომშვიდობის. აი, მე წინა იმაზეც მოვისმინე ეს ამბავი, რომ ბიოდანამატები რომ მიაწოდა იამ და მაშინაც აღთხოვანებული ვიყავი, რომ დაიწყო ამ ბიოდანამატების მიღება და ეს შედეგით დაიდო. და ეს არის მართლა, აი, უნიკალური კომპანია. ეს არის მარტო კომპანია კი არა, ჯანმრთელობის, სიხარულის, აღმაფრენის, არ ვიცი, აი ჩვენ ესე გვიხარია და მის ოჯახის წევრებს რა თქმა უნდა და თვითონ იმ ბატონს როგორი სიხარული აქვს მას ახლა გულში წარმომიდგენია, რომ ასე გამოჯამრთელდა კაცი სიკვდილის პირას მყოფი და ფეხზე დადგა და ეს დადო ეს შედეგი. ულოცავ ბატონს გამოჯამრთელებას, მის ოჯახს, დიდი სიხარულები და ულევი ბედნიერება მათ. კი ბატონო.
ვიტყვიეთ ორ სიტყვას. კი ბატონო, გისმენთ. მოგესალმებით ყველას, ჯერ ვისაც კარგი შედეგი ყველას გილოცავთ. მართლაც უნიკალური პროდუქცია, მართლაც უნიკალური კომპანია. ფაქტი ვარ სახეზე, მივიღე ერთი სრულიად პაკეტი პირველი და გოგო მეუბნება, ვაიმე ნათი არან არის სხვანაირად გამოიყურები. როგორ გაგეზარდა თმები, ფრჩხილები მართლა მიტყდებოდა, მემტრეოდა და იმხელა ფრჩხილები გამეზარდა. შეიძლება ნანა, ქალბატონო ნანა მე თქვა ორიოდე სიტყვა? კი, რა თქმა უნდა. მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში მანჩოს ულოცავ ბიძის გამოჯამრთელებას და აი მეტირება, მართლა მეტირება, რომ აი ესეთი შედეგი დადო. პირველი არ არის, ეხლა ეს ჩემთვის ლიბუჩი 2 წელია უკვე აქ ვარ და ბევრი შედეგი მინახავს, მაგრამ აი ეს მართლა სასწაული იყო. მე თვითონ ჩემ თავზე გამოვცადე ამ ლიგუდის სიკეთე და მისი თვისებები. მე ბევრს ვისმენ და ცოტას ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ჩემზე უკეთესად იციან აქ ბევრი ქალბატონია ისეთი, რომ კარგად იციან და მართლა ბევრი ამის სწავლა შეიძლება და მე იმიტომ კი არ ვარ გაჩვენებული, რომ სათქმელი არაფერი მაქვს. მე უსმენ, რომ მეც ვისწავლო და ვსწავლობ და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და მივაგენი იმ ძაბს, საიდანაც შეიძლება რომ ვიმუშაო. რამდენჯერმე გამოვცვალე ეს სიტუაცია ხანის ეხანას და უკვე მივაღწიე იმას, ჩვენი სიტყვით კი არა, რომ აი კარგია ეს კომპანია და შემოდი. არამედ ჩვენ უნდა დავანახოთ, ეს უნდა დაინახოს თვითონ. და არა ის, რომ ჩვენ ძალით შემოვიყვანოთ, ძალით შემოყვანილი არც იმუშავებს და არც არაფერს გააკეთებს და არც პრეზენტაციას არ დაესწრება და პრეზენტაციაზე თუ არ შემოდიხარ და ორი სიტყვა თუ არ გაიგე, რა ხდება, როგორ ხდება, ვინ როგორ მუშაობს, ყველას თავის სტილი აქვს და იმ ყველას თავის სტილიდან რაღაცა შეგვიძლია რომ ავიღოთ, ვცადოთ, გამოვცადოთ. არ არის ადვილი, მაგრამ შეუძლებელიც არაფერი არ არის. თუ კი მოვინდომებთ, ყველაფერს გავაკეთებ და კიდევ ერთხელ მინდა რომ აი არ ვიცი, ამისანა ბედნიერება ღმერთმა ყველა ოჯახს მისცეს და ყველა ოჯახს არ გუნოს ეს ბედნიერება, რაც დღეს მაგ ოჯახმა ბედნიერება განიცადა და მასთან ერთად ჩვენც ბედნიერები ვართ ყველანი. მადლობა ქალბატონო მანანა, არც ძნელი აქ არაფერი არ არის. ძნელი არის აი ის, რასაც აკეთებენ ემიგრანტები. ძნელი არის, როდესაც 24 საათი მუშაობს ადამიანი ვიღაც დამსაქმებელთან და მკვდარი მოდის სახლში და ტელევიზორის ყურების თავიც არ აქვს და ჭამის თავიც არ აქვს. ისეთი გადაღლილი მოდის კაპიკების გამო. ძნელი ცოტა სხვა რამეა. აქ ჩვენ სიკეთეში და საუბარში გვიხდის კომპანია. აქ ძნელი არაფერია. აქ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მიდგომები, ახსნა, როგორ გადავცეთ ინფორმაცია, რანაირად გადავცეთ და თავისთავად გამოხმაურება იქნება. როდესაც შენ გულწრფელი ხარ ადამიანების მიმართ და ის ადამიანი გრძნობს ამას, რომ შენ მისთვის გინდა სიკეთე, ის აუცილებლად გამოყვება. უბრალოდ ამას ალღოს აღება უნდა. და თქვენ დღეს იმიტომ ხართ უკვე წარმატებული ქალბატონო მანანა, რომ უკეთილშობილესი ადამიანი ბრძანდებით, გაუგეთ, ჩახვდით კომპანიას და იმიტომაც წამოვიდა თქვენთან უკვე ჯგუფი, ხალხი და ასე შემდეგ. ამიტომ გულწრფელები უნდა ვიყოთ. ჩვენ როდესაც ვთავაზობთ ადამიანებს, ჩვენს ფულზე და ჩვენს ჯიბეზე არ უნდა ვიფიქროთ იმ დროს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ იმ ადამიანებს დავეხმაროთ და აუცილებლად წამოყვებიან ის ადამიანები. უნდა ვისწავლოთ, უნდა დავესწროთ სწორად თქვა ქალბატონმა მანანამ პრეზენტაციებს, გავიგოთ ინფორმაცია, ვისწავლოთ აქედან რაღაცა, რომ შეეძლოთ ადამიანებს გადავცეთ ეს საუკეთესო რაღაცა. თუ ვერ დავესწრებით და თუ არ დავესწრებით, ვერც ვერასოდეს ვერ შეძლებთ ადამიანები დაარწმუნოთ და გადასცეთ ეს ინფორმაცია. 1000%-იანია ქალბატონო ნანა, გეთანხმებით 1000%-ით. სტუმრებს ხომ არ აქვს რაიმე შეკითხვა? კი, არის კი ბატონო, ქალბატონი ხათუნა ჩიქოვანი ახლა. გისმენთ ქალბატონო ხათუნა? მოგესალმებით ყველას. გამარჯობა. მინდა თითოეულ თქვენგანს ლიგუდელს მოგილოცოთ ეს მართლა სასიხარულო ამბავი, მართლა გამიხარდა, იმიტომ რომ წინა პრეზენტაციაზეც მქონდა ამ პიროვნებაზე მოსმენილი, მართლა გამიხარდა. ქალბატონო მანანა, განსაკუთრებით თქვენ გილოცავთ.
რა უნდა მეკითხა? ანუ ბატონო ნანა, ჩვენ გქონდა საუბარი, ანუ ერთ-ერთ პიროვნებასთან გქონდა მე ამ თემაზე საუბარი და მან თხოვა, რომ ამ პიროვნების სახელი და გვარი თუ შეიძლებაო და თუ არ არის საიდუმლო, რომ გააჟღეროთ ამ პიროვნების სახელი და გვარი და თუ არა და პირადში რომ მომწეროთ. განკურნებული ადამიანის? დიახ. არ არის პრობლემა. რეზო მიქავა არის აფხაზეთიდან, ოჩამჩირელი. ამჟამად ცხოვრობს ზუგდიდში, კომბინატში. სხვა დეტალებიც თუ დაგაინტერესებთ, მოგაწოდებთ. დიდი მადლობა. გაიხარეთ. კარგით, დეტალებზე ქალბატონო ხათუნა შეგეხმიანებით, ხო? კარგით, მადლობა. არაფერს. წარმატებები და ჯანმრთელობა და სიკეთე. მე მგონი აღარ არის არ არის შეკითხვები? არ არის შეკითხვები, არ არის. ქალბატონი რაია. არის? კი ბატონო. მოგესალმებით ყველას საღამოშვიდობის ძვირფასო. მოგესალმებით. მეგობრებო, ქალბატონო ნანა, ქალბატონო ლიანა. შეკითხვა ნამდვილად არაფერი არ მაქვს, მოგესალმებით. ჩათის წევრებო, სუყარა და ვტიროდი რა პირველ რიგში ულოცავ ამ ორ ქალბატონს აი ბიძის გამოჯანმრთელებას მანანას და იას რამდენი ვიტირე წინა პრეზენტაციაზეც აღნიშნე ნეტა ჩემი ძმა სანამ მოკვდებოდა მანამდე ყოფილიყო ეს კომპანია ისიც ამ მდგომარეობაში იყო ამ სიმსივნეს შეეწირა ერთი წელი გავიდა რაც მოკვდა და ერთი წელი არის მე რაც დავრეგისტრირდი ამ კომპანიაში გილოცავ შედეგს თითოეული ჩათის წევრს შეკითხვა ნამდვილად არაფერი არ მაქვს და მჯერა და მწამს და ჯეროდა და ეხლაც მჯერა ამ კომპანიის ბიოდანამატების ცოცხალი მაგალითი მე ვარ თვითონ აგერ ერთი წლის უკან დალეული ვენეს პაკეტმა ფეხზე დამაყენა ბევრჯერ მაქვს ახსნილი როცა მითხრეს უკვე პროფესორებმა რომ შეიძლება ამ გაჟონვის გამო ინვალიდად დაურჩენილიყავი და დღესდღეობით ერთ თვეზე მეტია ჯერედა რესტორანში ვმუშაობდი ახლა თხილის კრეფაზე დავდივარ ახალი მოსული ვიყავი სანამ პრეზენტაცია დაიწყებოდა და გაკვირვებულია ყველა ხალხი ვინც მეყურებს საიდან გაქვს ამდენი ძალა საიდან გაქვს ჩემი შვილიშვილები ხოლმე მერე მემასხრებიან უკეთებენ რეკლამა შენო ლიუგუდიო ჩემი შვილებიც მართლაო დედაო შენ ფეხზე დაგაყენა ამ კომპანიის ბიოდანამატებმა ქარელში ვიყავი ახლა წასული დედა ჩემისთვის ველოდებოდი ამ ბიოდანამატებს მიხაროდა ძალიან და თურმე ჩემმა ძმამ ყურადღება არ მიაქცია რომ შემოვიდა მესიჯი მერე რო ჩავედი ქარელში მივწერე სუპორტს და შეკვეთა რახანს არ აიღეს გაუქმდა უკან წავიდა და ფული გადმოურისხეს უკან მერე იმას ვალი ქონია ბანკში და ჩამოაჭრა იმ ბანკმა იმ ჩემ ძმას და ეხლა ხელახლიდან უწერდე და ჩემს და ყველა მაგას მეუბნებოდა ვინც ვნახა 2 წელიწადია გადმოსული ვარ ქარელის რაიონიდან ჩხოროწყოში და ვინც ვნახა ეხლა იქ როგორ გაახალგაზრდავებულ ხარ გამხდარ ხარ როგორ მოგხდომია დასავლეთში გადასვლაო და დასავლეთში გადასვლა კი არ მომიხდა თქვა კომპანიაში ვარ გაწევრიანებული მეთქი და იმ კომპანიის ბიოდანამატები მომიხდა თქვა და მართლაც ბევრი მთხოვს მაგრამ თხოვენ რომ ჩვენ ვერ დავრეგისტრირდებითო და შენი იქიდან ჩემი კაბინეტიდან მე ვერ მყოფნის ჩემი ოჯახის წევრებისთვის მეთქი და ის 10 ლარი თუ გენანება თქვენი ჯანმრთელობისთვის თქვა მაშინ ღირსი არ ყოფილხართ ამ კომპანიაში შემოსვლის მეთქი და გაწევრიანდით $10 მაინც მეთქი თუ ის არ გინდათ ბიზნეს პარტნიორობა თუ გინდათ ჯანმრთელობა ბევრი დამტირდა სხვათა შორის და ველოდები ახლა რომ იმედია დარეგისტრირდებიან და პირველ რიგში უღრმესი მადლობა პირველ რიგში ღმერთს რა თქმა უნდა თქვენ ქალბატონო ნანა ასევე ჩემი ქმრის შედეგიც წინაზეც გითხარით ალბათ რენტგენი გადაიღო აქ რუხში ხერხემალზე თიაქარი აქ სასწრაფო საოპერაციო ხარო მე იმას არ დაუჯერდით გადავაგზავნეთ თურქეთში ახლობელი დადის გავატანეთ იმას დისკი და იქიდანაც სასწრაფო საოპერაციო ხარო მე უთხარი ჩემ მეუღლის ეხლა მე მივწერდეთ კი ემაილზე სურათსაც გადავგზავნი რაიანდალიზა გუტკინებს მეთქი და ეგება გცდეს ეს ოპერაცია თქვა გადავგზავნეთ
გამოუშვეს აქეთ დანიშნულება. ახლა ამაზე რა გითხრათო ქალბატონო რაიაო განკურნებითო ძნელი არისო ამ თეატრის განკურნება და არ იკურნებაო, მარაო რაც თქვენი ქმრის დიაგნოზი აქვს ნახეთო, არ გირჩევთო ოპერაციასო, იმიტომ რომ ნახევრად ინვალიდი რჩებიანო, ვინც ოპერაციას იკეთებს თეატრზეო. დაუნიშნეს ორთვიანი მკურნალობა, ხალხო, ორთვიანი მკურნალობა კანაფის ზეთის ჩათვლით. მამაკაცის ვიტამინები, CBD-ის ზეთი, ფაქტორ 4, მაგნიუმი, დკ ვიტამინი, მეორე თემიდის იმ ბიოდანამატებს სვამს, კასტილებზე იყო კაცი, კასტილებზე ყვიროდა ერთ ამბავში იყო და ეხლა აი ამ ქალბატონების არ იყოს თოხსდაბარს რაგდებსო ის კაცი ხელიდან ასევე ჩემი მეუღლეს დღედაღამე თხილებშია, მუშაობაშია, საერთოდ არ იღლება. აი ისე უშველა ამ ბიოდანამატებმა და მადლობა ღმერთს, მადლობა ქალბატონ ნანას, ამ კომპანიის დამაარსებლებს, ვინც მე აქ დამარეგისტრირა და ვინც გვერდზე მიდგას, ჩემი გუნდის ლიდერს ნანისი კინჭილაშვილს, ჩემ მარჯვენა ხელს ნონას, ქეთო კოპალიანს იმან დამარეგისტრირა, ჩემი ოჯახი წინ და წინ მიდის ჯანმრთელობისკენ და ასევე რძალსაც ვასწნევ იმასაც ვასილია ახალგაზრდა გოგო არის და იმასაც კაი შედეგები აქვს და საერთოდ რომ ერთი თეთრი არ დამერიცხოს ამ კომპანიაში, თორემ მე ბიზნეს პარტნიორი ვარ, $40 ვიხდი ხალხო, $40 თვეში დაწევროს, 4 ადამიანი მყავს დარეგისტრირებული და საერთოდ ხელფასი რო არ დამენიშნოს, ამის თვინ მიღირს ამ კომპანიაში გაწევრიანება, რომ ჯანმრთელობა უბრუნდება ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს. სულ ყველას გისურვებ წარმატებებს, სწორ ხედვას, ვისაც ჯანმრთელობა გინდათ, რომ იყოთ ჯანმრთელი პირველ რიგში ესაა მთავარი და სულ ბრილიანტის რანგში მენახეთ, სულ გამოჯანმრთელებული მენახეთ, როგორი გახარებულიც მე ვარ, ამ კომპანიის წევრი რო ვარ, ასეთი გახარებული მენახეთ და ყველას მშვიდობიან ღამეს გისურვებ სათითაოდ. გაიხარეთ თქვენც ასევე მშვიდობიანი ღამე. გაიხარეთ, იცოცხლეთ ქალბატონო რაია და კიდევ უფრო და უფრო მეტ სიკეთეს და ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა. მე ერთი ვიდეო რგოლის ჩვენება მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ იტვირთება, არ ვიცი რამდენად მოვასწრებ, ესეც ვაჩვენო მსმენელს და ამაზე დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. თუ ვინმეს გაქვთ კიდევ რამე ჩართულობა, ჩაერთვეთ, მანამდე ვიდეო რგოლი დაიტვირთება, ძვირფასო პარტნიორებო. მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, მათ რაც საოცარი ამბის მომსწრელი ვართ. არ ვიცი, დღევანდელი დღე ჩვენთვის იყო ემოციების დღე, უდიდესი სიხარულის დღე. არ ვიცი რა, როგორ ესე იგი სიტყვებით არ მყოფნის, როგორ გამოვხატო ეს ყველაფერი, მეგობრებო. ეს არის კომპანია, სადაც სიხარულის ცრემლებია უამრავი. სადაც დღევანდელი ტკივილის, იმედგაცრუების, პრობლემების, წუხარების ცრემლებს ცვლის სიხარულის ცრემლები. აი ნამდვილად ეს არის ეს კომპანია. და აი ზუსტად ჩემი მე რაღა დავამატო იმისა, რომ მართლა ძალიან დიდ ემოციებში ვარ დილიდან დაწყებული. მოკლედ ამ დიდი სიხარულისგან, თურმე ამ დიდ სიხარულსაც, სიხარულის ცრემლსაც ძალიან დიდი განცდა ჰქონია, ისე რომ აი თითოეული გამოუსვლელს ვხედავ, რომ ძლივს ლაპარაკობდნენ, უჭირდათ საუბარი, ცრემლი მოსდიოდათ და უსწრებდათ ცრემლი იმდენად ბედნიერებისგან, მეგობრებო, ეს რამდენს ნიშნავს. კომპანია გვაძლევს ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც ბიზნესის მხრივ არ შეგიძლია გვეხმარება უამრავი პროექტი და ეს დაგეგმეს ჩვენს დასახმარებლად. არა გაქვს ჯანმრთელობა, ამაშიდაც გვეხმარება ყოველგვარი ფულის გადახდის გარეშე, ყოველგვარი ესე ყველანაირ დახმარებას გვიკეთებს, უფასოდ ყველაფერს, მეგობრებო, სად ხდება ეს ასეთი რამ, არსად არ ხდება, ნამდვილად არსად არ ხდება. ამიტომ ამით მინდა დავასრულო ჩემი სიტყვა, რომ დღევანდელ შეხვედრას, მეგობრებო, კიდევ რაღა უნდა მოვისმინოთ ამაზე მეტი, როცა ასეთ სასწაულები ხდება ამ ლივგუდის კომპანიაში ამ საოცარი პროდუქტებით.
რომ ერთადერთი თხოვნა არის და ყველასთვის გასათვალისწინებელი, რომ დღევანდელ შეხვედრას ნუ ჩავატარებთ ისე, რომ თითქოს მოვისმინეთ რაღაცა ლამაზი ფილმის კეთილი დასასრული. ასეთნაირად გავატარებთ ამ შეხვედრას. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ადამიანთან მივიტანოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ყოველთვის ნაყოფს გამოიღებს. უფრო და უფრო ემატება ყოველ პრეზენტაციაზე, ყოველ შეხვედრაზე სასწაულები კეთდება ამ კომპანიაში და ემატება, ეს გროვდება, ეს ყველაფერი არ არსებობს, რომ ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიყოს. ასე რომ ვაკეთოთ სიკეთე, გავაგებიოთ ადამიანებს, ეს დიდი სიხარული გავაგებიოთ. თუ რას აკეთებს კომპანია ლივგუდი ადამიანებისთვის. გისურვებთ ყველას წარმატებებს. გაიხარეთ ქალბატონ დარჯან, თქვენც ასევე წარმატებები. საღამომშვიდობის ქალბატონო ლიანა. საღამომშვიდობის. ძალიან ემოციური დღე გვაქვს ყველას, რა თქმა უნდა, და თქვენ ძალიან დაგვტვირთეთ, ეხლა ძალიან დაგღალეთ, გადაგღალეთ, მაგრამ არ ვიცი, დღეს მართლაც საოცარი დღე იყო. ყველანი ვართ ცრემორეული, ყველანი ვტირი ვართ, ეს ყველაფერი სიხარულის ცრემლებია. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც დღეს ჩემი სახელი აქ გააჟღერეთ. მე თქვენს გვერდში ვარ მუდამ და მიყვარს ძალიან მადლიერი ადამიანები. გაიხარეთ ჩემო ძვირფასებო და ეს საოცარი შედეგი მართლაც საოცრებაა და თვითონ ადამიანმა უნდა იგემოს ეს კომპანია. როგორ უნდა იგემოს? თუ პროდუქცია არ დააგემოვნა, ვერანაირად ვერ იგემებს ამ კომპანიას, თუ რა არის ეს ყველაფერი, რას ნიშნავს და როგორ შედეგებს დებს და ოდესაც შენ თვითონ გამოჯამრთელდები, შენ თვითონ ხარ ბედნიერი, ეს ყველანაირად აისახება შენს გარეგნობაზე, შენს ხასიათზე, ყველაფერზე აისახება. ამიტომ თუ პროდუქცია არ დააგემოვნე, ვერც იმას მიხვდები, რატომ იხდი $10. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ შენი ჯანმრთელობისთვის ეს $10 უნდა გადაიხადო და იმდენი უნდა გააკეთო, რომ ეს $10 შენი ჯიბიდან არ ამოიღო. ეს უნდა გამოიმუშაო კომპანიაში. კომპანია გაძლევს შენ ამის საშუალებას, რომ ეს $10 გამოიმუშაო და არ იწუწუნო და არ თქვა, რომ ვერ ვიხდი და ვეღარ ვიხდი და რატომ უნდა ვიხადო. არ ვიცი, ეს სიტყვები ყოველთვის მაღიზიანებს, იმიტომ რომ მე დარეგისტრირების დღიდან ჩემი ჯიბიდან $10 არ ამომიღია. დღე და ღამე ვიშრომე იმისთვის, რომ შემექმნა საუკეთესო გუნდი, შევქმენი და მე ჩემი დარიცხული ბონუსებიდან ყიდულობ პროდუქციას ყოველთვიურად და ვიხდი ყოველთვიურად საწევრო გადასახადს. ამიტომ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაითავისოს ეს ყველაფერი, სად ვართ ჩემო ძვირფასებო. ეს არის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული კომპანია. მადლობა ყურადღებისთვის, ჩემო ძვირფასებო, აღარ განვარცხობ, ისედაც გაგვიგრძელდა დღევანდელი პრეზენტაცია. გაიხარეთ და რაც შეეხება ჯანმრთელობასთან, კითხვა რატომ უნდა გადავიხადო ეს $10, არ უნდა სვამდეს ადამიანი ამ კითხვას. ჯანმრთელობას ვერ იყიდი, ხო? ჯანმრთელობის ფასი რა არის? ყველად არ ვიკითხეთ, სწორედ იმიტომ დავსვი ეგ შეკითხვა, რომ ადამიანები მიხვდნენ უბრალოდ რა ხდება აქ და როდესაც ადამიანი მიდის და სიგარეტს ყიდულობს, საწამლავს სრულიან სიტყვის მნიშვნელობით საკუთარი ორგანიზმისთვის, ასევე ყავას სვავს და ყავაზე ჩვენ უამრავი ვიდეო რგოლები გვაქვს, სადაც არის ახსნილი რა მოაქვს დღევანდელ ყავას ადამიანის ორგანიზმისთვის და ამაში არა თუ $10, ბევრჯერ $10 იხდიან დღეში ეს ადამიანები და ის რაც მათი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ამაშია ესეთი, ასე ვთქვათ, ყოველთვის ვაჟღერებ ამას, რომ 33 ცენტია დღეში $10. 33 ცენტი. 33 ცენტს იხდის სიგარეტში და ყავაში, მეგობრებო? ნამდვილად არა. ეხლა აი ამ ვიდეო რგოლს გაჩვენებთ და დავემშვიდობებით ერთმანეთს, თქვენ შეგიძლიათ დახუროთ ეკრანი ქალბატონია დროებით და მე დავემშვიდობოთ მსმენელს. ძვირფასო მეგობრებო, იღებთ თუ არა კვებით დანამატებს, მულტივიტამინს, მაგნიუმს, ვიტამინ D-ს, მწვანე ფხვნილს, პროტეინის ფხვნილს,
კრეატინს, არ აქვს მნიშვნელობა, რასაც არ უნდა იყენებდეთ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით მაქვს ასეთი კითხვა. იცით კი სინამდვილეში რა არის თქვენს პროდუქტში? როდესაც აკვირდებით supplement ფაქტის ეტიკეტს, ნამდვილად გეუბნებათ, რამდენი მილიგრამი ან გრამი კონკრეტული ინგრედიენტია მასში? თუ უბრალოდ ჩამონათვალია ინგრედიენტების და თქვენ არანაირად წარმოდგენა არ აქვთ, რამდენს იღებთ თქვენს ორგანიზმში? კიდევ უფრო საგანგაშო კითხვა. იცით ამ ინგრედიენტების ხარისხი როგორი არის? არის ისინი სუფთა, პრემიუმი, ორგანული, ჯანსაღი? თუ მოყვანილია ქიმიკატებით, პესტიციდებით, სავსე ტოქსინებით, რომლებიც თქვენი სხეულის ჯანმრთელობას ანადგურებს იმის ნაცვლად, რომ უფრო გააჯანსაღოს, რის გამოც საერთოდ დანამატება. სიმართლე ის არის, რომ 97% კვებითი დანამატებისა საერთოდ არ გეუბნებათ რადევს პროდუქტში. ხშირად კი, როცა კომპანიას ეკითხებით, გიპასუხებენ, მესამე მხარემ ჩაატარა ტესტირება, მაგრამ თქვენ უნდა მოითხოვოთ მესამე მხარის ტესტირების დოკუმენტები, ანალიზის სერტიფიკატები, მძიმე ლითონების ტესტი, ტოქსიკურობის ტესტი, ანუ ყველაფერი ის, რაც დაადასტურებს, რომ პროდუქტი, რომელსაც იღებთ და ფულს ხარჯავთ, იმისთვის, რომ იყოთ ჯანმრთელი, ნამდვილად სუფთა და უსაფრთხოა. თუ ასეთი დოკუმენტაცია არ არსებობს, დიდი ალბათობით თქვენ სუდ დანამატებს ყიდულობთ. აი სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ ლივგუდში უმაღლესი ხარისხის დანამატები, საუკეთესო ფასად, ყოველ დღე, სრული გამჭვირვალობით, სრული დოკუმენტაციით, ყველაფრით, რაც დაგიმტკიცებთ, რომ იღებთ ნამდვილად პრემიუმ ინგრედიენტებს, ისეთ დანამატებს, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა და რეალურად მიგიყვანთ რეალურ გაჯანსაღებამდე. მშვენიერი დღე გქონდეთ. წარმატებებს გისურვებთ. ანუ ძვირფასო მეგობრებო, როგორც ნახეთ, მედიკამენტებზე აღარაა საუბარი, რაც რეალურად ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. შეიძლება ერთ რამეს შველის და მეორეს ანადგურებს და სიმპტომებს ხსნის უბრალოდ, ხო? და პირიქით სწავლობს ჩვენ ორგანიზმი არ ვლაპარაკობ ყველაფერზე, მაგრამ მასიურად ასია. მაგრამ აქ უკვე ბიოდანამატებზეც არის საუბარი, რომელსაც აუცილებლად გადახედვა სჭირდება, რამდენად სწორად და სწორ ბიოდანამატს ვყიდულობთ. ამიტომ აი ეს იმიტომ არის უნიკალურობა ლივგუდი, რომ ეს არის ორგანული, სუფთა და არანაირი მსგავსი ის ნივთიერებები, რაც წეღან ჩემს მიერ ვიდეოში იყო ჩამონათვალი თარგმნის საშუალებით, არაფერი მსგავსი ამ ბიოდანამატებში არ არსებობს, ეს არის სუფთა. ამიტომ არჩევანი თქვენია. კარგად ზანდებოდეთ, უღრმესი მადლობა, მადლობა ქალბატონო ლია. მიხარია თქვენთან ერთად ის ბედნიერება, რაც თქვენ განიცადეთ და ველოდებით კიდევ და კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს, რა თქმა უნდა, თქვენ აუცილებლად გაგვახარებთ ამ ყველაფრით. გისურვებთ მთელი გულით ამას ნამდვილად. ლოცვით, ვილოცებ გულწრფელად, რომ ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდეს. მადლობა ამ საინტერესო პრეზენტაციისთვის, ყველას მადლობა ამ საღამოსთვის, რომ ჩვენთან ერთად იყავით ბოლომდე. წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ. ვიმედოვნებ ეს ყველაფერი თქვენთვის წარმატების საწყისი იქნება. უღრმესი მადლობა. მადლობა მოდერატორს, მადლობა პრეზენტატორს და ყველას, ვინ ჩვენთან ერთად იყო. კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ, მეგობრებო, დაგემშვიდობებით, მშვიდობიანი ღამე ყველას.